მადლობთ მეგობრებო, ვინც უკვე შემოგვიერთეთ. დიდხანს არ დაველოდებით, იმიტომ რომ ასე დროს ძალიან დიდი დაწოლის ქვეშაა ჩვენი ვებგვერდი და ცილებით მეტი უყურებს შემდგომ. მარტო ჩემს Facebook გვერდზე პარასკევის გადაცემა 5000 მეტმა ნახა სრულყოფილად. მაშინ როცა გადაცემა მიდის, თითქოს პრაქტიკულად არავინ უყურებს, მაგრამ მე იმას ვეღარ აკონტროლებენ ბოლომდე. დავიწყოთ მეგობრებო, ვისაც სურვილი ექნება, შემოგვიერთება, ვინც არის ჩვენთან, ვთხოვთ რომ ბოლომდე დავრჩეთ. ცხელი პოლიტიკური ზაფხულია, ბევრი რამის გამო და ეს არ არის დაკავშირებული იმდენად არჩევნებთან, რამდენადაც სხვა გარემოებები უფრო მეტი გავლენით არიან მიმდინარე პროცესზე. ეს არჩევნები პრაქტიკულად არაფრის მომტანია, ძალაც არ აქვს, მაგრამ მაინც ინტერესი როგორც ჩანს ბევრია, იმიტომ რომ ადამიანები ცდილობენ რომ საგრებულოში მოხვედრაც კი გამდიდრებას ნიშნავს და ამიტომ ჩვენ დღეს ძალიან წავე და მძიმედ შევეხებით ამ საკითხს. შემდგომში ალბათ კიდევ უფრო დავაკონკრეტებთ, იმიტომ რომ შეხვედრები რომ ურთიერთობები ადამიანებთან სადაც არ უნდა იყოს, ეს ტრანსპორტში, ქუჩაში, პარკში, ბაღში, აუდიტორიაში, თუ ნებისმიერ ადგილზე ძალიან მძიმე სურათს გვაძლევს. ვერც კი წარმომედგინა, რომ ინტელექტით სავსე და სიბრძნით გამორჩეულ ქვეყანაში უდიდგან ცივილიზაციის სათავეებიდან რომ იდგა იმ ქვეყანაში და მუდმივად გამორჩეული იყო, ოდესმე ასეთ სიტუაცია იქნებოდა. მე პრაქტიკულად ამის წარმოდგენა არ შემეძლო. ვინმეს რომ ეთქვა 30-40 წლის წინ რომ დაეხატა ეს სურათი მიახლოებით, რომელიც დღეს გვაქვს, ვიფიქრებდი რომ ეს რაღაც გიჟობასთან უფრო ახლოსაა თქო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ შევცდებოდი ძალიან. ყველაზე ბოროტი მტერიც ვერ შეძლებდა. არათუ იფიქრე, არათუ ვერ იფიქრებდა, არათუ ვერ შეძლებდა. ვერ იფიქრებდა რომ ასეთ მდგომარეობამდე, ასეთ პირდაპირ დაპირისპირებამდე მieყვანა ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო მეზობლობით, მეგობრობით, ნათესავებით გამორჩეული. ისეთ ქვეყნისთვის, რომელთაც არც ერთი აქვს, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და არც მეათე, როგორც იტყვიან. იქ არ არის ეგ ძნელი, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, სადაც მუდმივად ნათესაობა, მეზობლობა, მეგობრობა, ახლობლობა ეს რაღაც გამორჩეულია. აი რომ ასეთ ქვეყანაში ასეთი შუბლის გასკელება მოხდებოდა, მე ნამდვილად ვერ წარმომედგინა. რომ ოჯახებში და ოჯახის გარეთაც, მეზობლებში, მეგობრებში, ახლობლებში აი ესეთი დაპირისპირება შემოვიდოდა ამ პოლიტიკის გამო. მომკალით და ვერ ვიფიქრებდი რა. მე გაცილებით დიდი წარმოდგენა მაქვს საქართველოს მოქალაქეზე, ქართველზე თუ არა ქართველზე და არათუ ვერ წარმოვიდგენდი, არც მინდოდა რომ წარმოვედგინე, არც მინდოდა რომ მე ასეთ საქართველოს მენახა, სადაც აი ასეთი შლეგობა იქნებოდა პოლიტიკაში. როცა პოლიტიკურ ასპარეზზე არიან შლეგები,
და ეს ამ შლეგობის საყრდენი არის ფული და განდიდების მანია. უკვე ყველა საზღვარი მოშლილია. ყველა საზღვარი მოშლილია. არის ერთი უნიკალური გამონათქვამი, რომ გულგრილობა აბუჩათაგდება, გულქვაობა კონკრეტულ სიტუაციაში არ არის მკვლელობაზე ნაკლები. ეს ჰერმან ჰესესა უდიდეს მოაზროვნეს ეკუთვნის ეს სიტყვები. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მოსახლეობას ასე აბუჩათაგდებდნენ, ასეთი გულგრილობა და გულქვაობა იქნებოდა უპირველესი პრობლემების გამო და ასეთი დოზით მართული იქნებოდა ქვეყანა გარეძალების მიერ. აქაც მინდა ესეთი ლიტერატურულად და ხატოვნად თქვა, რომ მომკალით და ვერ წარმოვიდგენდი. მე როგორ ჩანს ჩემი ესე იგი ფანტაზია ამას ვერ მიწვდებოდა. და ღმერთმა ქნას, რომ განაგული მწყდება ამაზე, რომ რასაც ვამბობ, პირიქით მე უფრო დიდი წარმოდგენა მქონდა ადამიანებზე, ხალხზე, საქართველოზე, მოსახლეობაზე, ეს ცივილიზაციის სათავეებთან მიდექით მუდმივად გამორჩეული ქვეყანა იყო. მე ვერ წარმოვიდგენდი ვერას დროს, რომ ინტელიგენცია ასე შეყუჟული იქნებოდა სახში და ასეთი მონური ფსიქოლოგია იქნებოდა ძალიან ბევრში, ვისი ხმაც ასე დროს უნდა ჭექდეს. ვერ წარმოვიდგენდი. მესამედ ვიტყვი, მომკალით და ვერ წარმოვიდგენდი. მე გაცილებით უკეთესი წარმოდგენა მქონდა საქართველოს ინტელიგენციაზე, განათლებულ ადამიანებზე, ღვთისწყალობით უამრავია, რომლის ღირსებით დგას, მაგრამ ცოტა ეს იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხალხი, ინტელიგენცია, მოაზროვნე ადამიანები ასე დათმობდნენ საქართველოს და ასე გადაცემდნენ ხელში პოლიტიკოსებს. და ესენი რომ პოლიტიკოსები იყვნენ, ასე არ მოიქცეოდნენ. ესენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, სრულ პოლიტიკოსები. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ ასე დავთმობდით ჩვენ ქვეყანას და ასე გადავცემდით პოლიტიკოსებს. აი მომკალით და ვერ წარმოვიდგენდი ამას. მე ვინმეს რო ეთქვა და მართლაც რომ ვინმეს დავერწმუნებე კიდევაც არ დავარწმუნებდი საკუთარ თავს ამაში, იმიტომ რომ მე უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს ქართველ ხალხზე, საქართველოს ინტელიგენციაზე და ვიდრე ერთი ორი კაცი მაინც არსებობს, რომელიც არ იმსახურებს აი ასეთ შეფასებას. მე ბედნიერი ვარ, მე მათთან ერთად ვარ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მე ეჭვ არ მოპარება იმაში, რომ სიმრავლე იქნება ასეთი ადამიანების. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე დეპრესიულ მდგომარეობაში ჩააგდებდნენ ადამიანებს. აი მომკალით და ვერ წარმოვიდგენდი. იმიტომ რომ ამაყი კაცი, ამაყი ღირსებით წარსე ადამიანი აი ასე ვერ დაემონებოდა და ამ დამონების გამო დეპრესიაში ვერ ჩავარდებოდა. მე ვერაფრით ვერ წარმომედგინა, რომ ქვეყანაში ასე გაიმარჯვებდა კუჭი გონებაზე. ვერ წარმომედგინა. აი მომკალით და ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში კუჭი ასე გაიმარჯვებდა გონებაზე. ძნელია ძალიან, მე რასაც ვამბობ, რთულია, მეც მიჭირს და აი რაღაც ასე იგი თქვენს ატყობთ, რომ არ მიადვილდება მე საუბარი დღეს თქვენთან. არც მინდა რომ უხეში ვიყო, არც მინდა რომ ზოგიერთივით აი მე ხომ გითხარით და მე ხო ვამბობდი და არავითარი მე ხომ გითხარი და მე ხო ვამბობდი. მე პირიქით ვამბობ, ვერ წარმოვიდგენდი, ვერ წარმომედგინა და ხანდახან მგონია რომ ეს ყველაფერი რომ ხდება ჩემი ბრალიც. და მე სხვას არაფერს არ ვაბრალებ. გაცილებით მეტი პოზიტიური განწყობით რომ ყოფილიყავით ჩვენ ქვეყნისა და საქვეყნო პრობლემების მიმართ, ასეთი მდგომარეობა არ შეიქმნებოდა. დღეს ძალიან ბევრ აი ამ გადაცემისთვის რომ ვემზადებოდი და მეც ბევრ რამეში უბრალოდ აი ხანდახან მინდა რომ ვინმეს დავეთათფირო რომ გავერკვე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი ვინმეს ვეთათფირები და აი რომ ვკრავ მე ყველაფერი იმას
რასაც ვსაუბრობ ამ ადამიანებთან, აი ხანდახან ვფიქრობ, რომ რა კარგია, რომ ესე ჭკვიანი ადამიანები არსებობენ, მაგრამ რა ცუდია, რომ ისინიც განერიდნენ. 2006 წელში, როდესაც სახალხო კრების მზადება იყო, მაშინ ასეთი რამ ჩავწერეთ ჩვენ დიდ მიმართვაში, რომ ყველაფერი რაც ხდება ქვეყანაში ჩვენი ბრალიცაა ინტელიგენციის, იმიტომ რომ ჩვენ გავერიდეთ პოლიტიკას და დაუთმეთ პოლიტიკა შლეგებს. 2006 წელი, 20 წელი გადის იმ პერიოდიდან. ეს არათუ შესუსტდა, გაძლიერდა. ნებისმიერი ქვეყნისთვის მდიდარი კაცი არის პროგრესთან დაკავშირებული. თუ ის მოაზროვნეა და ეს ფული წესიერად აქვს ნაშოვნი. საქართველოში მდიდარი კაცი დაკავშირდა რეგრესთან, დეპრესიასთან, დაჩოქებასთან, 21 საუკუნის ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობასთან. დაფიქრდით, გახედეთ რაიონებში, მარჯვნივ, მარცხნივ, წინ უკან. ხომ არ არის ის 5-6-7 კაცი, რომელმაც ფული შუბსქელობით იშოვა. ხომ არ მართავს ყველაფერი ამას და ისინი ხომ არ არიან დღეს ამ არჩევნებისა და საერთოდ ამ პოლიტიკისთვის მთავარი საყრდენები. გახედეთ, მე მგონია ასეა, ღმერთმა ქნას ვცდებოდე. ვიფიქროთ, მე რამდენიმე რაიონი ვიცი, სად დარბიან და როგორ დარბიან, როგორ სახში იბარებენ, როგორ თვითონ არ ჩანან ასპარეზზე, მაგრამ აი ვიმეორებ. საქართველოს ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როდესაც ფულიანი ადამიანები ფიქრობენ არა ხალხსა და ქვეყანაზე, არა ფიქრობენ იმაზე, რომ როგორ დაანგრიო, როგორ დაშალო, როგორ წააქციო, როგორ დააჭოქრო საკუთარი ხალხი. ეს ყველაზე რთული სიტუაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხი მშიერი და დაუზდურებულია. ქვეყანა, სადაც ხალხი მშიერი და დაუზდურებულია, ის ქვეყანა ესე იგი განწირულია მართვისთვის. მშიერ და დაუზდურებელ ქვეყანაში ადვილია ხალხის მართვა. სიკეთეზე ბოროტების გამარჯვება. წესიერებაზე უწესობის გამარჯვება. განათლებაზე გაუნათლებლობის გამარჯვება. კულტურაზე უკულტურობის გამარჯვება. ძალიან ადვილია მშიერ და დაუზდურებულ ქვეყანაში. დაამშიეს და დააუძლურეს საქართველოს, რომ ასეთად აქციონ და ადვილად მართონ. აქ არის დიდი გამონათება საჭირო. როდესაც მშიერის დაფიქრდება და მაძღარის დაფიქრდება, რომ ასე აღარ შეიძლება. ხშირად ვიხსენებ, იტალიაში ყველაზე მაფიოზულ ქალაქში მაფიოზები შეიგრიბნენ და თქვეს, ჩვენ კი ვართ მაფიოზები, მაგრამ ჩვენი ქალაქის მერი წესიერი კაცი უნდა იყოს. ვიმეორებ, ყველაზე მაფიოზულ ქალაქში მაფიოზები შეიგრიბნენ და თქვეს, ჩვენ ვინც ვართ გასაგებია, მაგრამ ამ ქალაქის მერი წესიერი კაცი უნდა იყოს. ეს იყო დიდი გამონათება. იტალია ძლიერი ქვეყანაა დღეს. საქართველოს ელოდება ასეთ გამონათებას. თუ ხალხის გავლენა არ იქნა დიდი, ეს გამონათება ვერ იქნება. დღეს უფულოს კი არ უყვარს, მაგრამ სჭირდება ფულიანი და დაჭრილი ამის წინ. ყველაზე შემზარავი აი ქართველთა შემარცხვენელი და საქართველოში მცხოვრებთა შემარცხვენელი არის სწორედ ეს ქედმოხილობა და დაჭრება ფულისა და ფულიანის წინაშე. არავინ ამბობს, რომ ებრძოლოთ.
და არავინ აბოლს უთყვია ვესულოთ. მაგრამ იცოდეთ, რომ ისინი ჩვენი გაღარიბების ხარჯზე არიან გამდიდრებულები. და კიდევ გვეუფროსებიან თავზე და გვასხდნენ. ბატონობენ ჩვენზე. დღეს ძალიან კარგად მითხრა ერთმა ადამიანმა, ფულიანი ადამიანი შემძულდაო. ეს თვითონ ეს განწყობა რეგრესის მაჩვენებელი. ფულს მაშინა ბრძალა, როდესაც იგი წესიერი კაცის ხელშია. სხვა შემთხვევაში ფული დამანგრეველი ხდება. საქართველოში ფული ძირითადში იმათ ხელშია, რომელთან პროგრესი არ არის დაკავშირებული, ნგრევაა დაკავშირებული, დეპრესია, დამონებაა დაკავშირებული. ძალიან ადვილია ერთ ფულიან კაცს დღეს ისია დამშეული და დაუზრუნებული ქვეყანა თავისი გემოვნების საგრებულო შექმნა შეუძლია რაიონში. თუ ამას ქართული ხასიათი, ჯიუტი ხასიათი არ დაუპირისპირდა, რომ როგორ ფულმა მართოს, ფულიანმა მართოს, მე არავის მოუწოდებ ფულიანების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ძალიან კარგად ვიცი, რომ დაჭერა და ციხეები არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ ეროვნული ხელისუფლება სხვანაირად მომართავს ამას და ეროვნული ხელისუფლება ფეხქვეშ არ გაეგება ფულს და ფულიანს. ეს გარედან მართულია და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ რაც მეტი ფული შემოდის გარედან, მით უფრო მეტი კონსოლიდაცია ხდება საქართველოში იმ ადამიანებისა, რომლებიც უზნეობით იშოვეს ფული. დრო ისინი ხედავენ, რომ გარედან დიდი ფული მოდის. მე არ ვარ როცა ციხეებში დამაშა, მე ესეთი უტვინობა, როცა ადამიანი იტყვის, რომ თუ ამას გააკეთებთ 200,000 და 400,000 მიიღებთო, მე ვერც კი წარმომედგენია, იმიტომ რომ ეს ადასტურებს იმას, რომ დიდი ფული მოდის გარედან. და ამ აზრმა, რომ დიდი ფული მოდის გარედან, კიდევ უფრო შეკრა შავი ფულის მქონენი საქართველოში და აშავებენ ქვეყანას. გარედან შემოსული ფული და საქართველოში დაგროვილი შავი ფული ღუპავს ამ ქვეყანას. როგორ არის საჭირო დღეს თქვა და გაბედული ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ამას წინ აღუდგეს. ასეთი ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად ეს შეუძლია ხელისუფლებაში მყოფს. ყოველთვის აძლევს შანსს ეს ცხოვრება ნებისმიერ ადამიანს, რომ დიდი გარღვევა გააკეთოს. 1000-ჯერ მიცა ბიძინა ამანიშვილის შანსი. რეალობა, მამ 15-20 წლიანმა რეალობა. ვერც ერთხელ მანის ვერ გამოიყენა. დღეს ის შანსია, რომ შენი მოწინააღმდეგე ბანაკიდან ან შენ ვინც არ დაგემონა, ის კი არ უნდა დაიჭირო. ვისაც აწინაურებ, ისინია დასაჭერები. მაგრამ აწინაურებ იმას, ვინც შენ ფეხქვეშ გეგება და ვინც ცოტა ისე არ მოგდის თვალში, იმიტომ რომ აი სხვისკენ არ გაიხედოსო, ამის გამო იჭერ. ეს სულ მოკლეობაა. ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის ქართული პოზიცია. ეს ანტიქართული პოზიცია. საქართველოში ფულმა უკანასკნელი 30-35 წლის განმავლობაში პარლამენტში მოიყვანა ადამიანები, რომლებიც იღებენ კანონებს არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი ფულის ინტერესებიდან გამომდინარე. იმ ფულის დაცვის, რომელიც აქვთ და კიდევ მეტი ფულის მოპოვების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაფრთხილებენ, ჩვენ ვთქვით, რომ 4 რამ, რასაც მეცნიერთა კონგრესმა ხელი მოკიდა, რა არის პროგრამა წყალი, ეს არის ის, რაც ბიბლიურია. წყალი, ღვინო, წყალი, თაფლი, ხორბალი. აი რომ გაიკითხავ, ვის ხელშია,
ბიძინა ივანიშვილის არეალს არ ცდება არც ერთი. რა მოგივიდათ ხალხო? რა მოგივიდათ ხალხის დამონების და ქვეყნის დაჩოქების ხარჯზე გინდათ ხელისუფლება შეინარჩუნოთ? რა უქენით თაფლის ესე იგი ცოდნი ადამიანებს და ქარხნები როგა გაანიავეთ და მოკალით და მოსპეთ ხომ? ქართული წყალი ხომ იგნორირებული გაქვთ ყველაფერი და დააბინძურეთ იმ კვების პროდუქტების რომელიც შემოდის გარედან და საწამლავია 80%. საქართველოს მოსახლეობა გარედან შემოტანილი პროდუქტებით ხომ მოწამლულია უკვე რეალურად. 20 დღეა გარკვეული ჯგუფი მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი კახეთში ეძებს მიწას სასუქისაგან თავისუფალს მიწას რომელიც არ არის მომსპარი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სასუქისგან ვერ მოულობენ უფრო უარესი ეს დღეებია ვეუბნებით რომ წითელი დოლის პური ქართული ჯიშის პური სადმე კახეთში შეიძლება თესლი მოიპოვოთ ერთ-ერთმა ძალიან მცოდნე პიროვნებამ დღეს მითხრა რომ არ არსებობს კახეთში მხოლოდ რუსული პურია არა და ქართული ჯიშები უნიკალურია თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი ბრძოლა მარტო ის არ არის ბატონებო აი ის რუსთაველის პროსპექტზე რაც ხდება აძლიერებს ანტიქართულ საქართველოში მათ ეს გაცნობიერებული არა აქვთ დაპირისპირება აძლიერებს ანტიქართულს იმ დაპირისპირება არის დღეს მალამო ქურდებისთვის ჯიბგირებისთვის ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მალამოა დღეს პარტიები დარბიან და ქუჩის ბიჭებს და ქურდებს ეხვეწებიან მოგვეხმარეთ რომ ერთი მხარეც მეორე მხარეც ვაიმ ქურდს რომელიც პოლიტიკოს ებრება და ვაიმ პოლიტიკოს რომელიც ქურდით მოდის ხალხის თუ არ გეშინიათ ღმერთის არ გეშინიათ რომ არავინ არ გაფასებდეს და არავინ არ ასე იგი ყველამ გადაგთელოს უფალთან ხომ უნდა იყო მართალი ხორბლის შემომტანები ხართ მართალი რომზი ხართ ბიძინა ივანიშვილის დაცვიდან რო ხართ ეს ხალხი თქვენ ხართ მართალი ხორცის შემომტანებით ხართ საქართველოში მართალი რაც კი შემოდის ქვეყანაში წამლის და იმის შემდეგ რომელიმე მართალი ხართ ხალხთან და ქვეყანასთან რამ გადაგრიათ ფულის გამო ჩვენ სარაჯიშვილის ქვეყანა ვართ ყველაფერსო თავი დავანებოთ სარაჯიშვილმა თქვა რომ ყველა მილიონზე უფრო დიდი წესიერება არისო და როცა ეცნობი მის ბიოგრაფიას და მის აი წიაღსვლებს ასაკეთებდა როგორ აკეთებდა ხვდები იმას რომ სიღრმეში ქართული სულით იყო ყველა ფულიანი საქართველოში საქართველოს ებრძვის დღეს მოვისმინე გამოდის ხაზარაძე დალაპარაკობს იმას რომ კალაძე როგორ შეიძლება ქალაქის მერი იყოსო გეთანხმები მაგრამ აგერო ჩვენ რო დავასახელეთ ის სუფთავო თქვენ რო დაასახელეთ უკვე აღარ არის სუფთა იგი ვინც არ უნდა იყოს ეხლა მეტყვით რა როგორო მეც შემომთავაზეს და კონკრეტულ მაგალითებს ვამბობ რომ 92 წელს მეყარა კენჭი სამთავრობო სიით შევარნაძის და არასდროს არ მიყრია კენჭი და დამოუკიდებლად წავედი ვინ და ქუთაისში ხოიციანეს როგორ შეიძლება წესიერმა კაცმა უწესო ადამიანების სახელით იყაროს კენჭი არავინ არ არის წესიერი ვინც უწესო ადამიანებით მიდის იმ იმა წესიერებაზე წერტილია დასმული უკვე დღეს ყველაზე ძნელია წესიერების შენარჩუნება ძალა უნდა არა ფულის შოვნას არამედ ძალა უნდა იმას რომ წესიერება შეინარჩუნო და უწესოდ ფული არ იშოვო ამას უნდა ძალა არ უნდა ფულის შოვნას ძალა არ უნდა რომ ფულიანის ის გახდე კანდიდატი გახდე მერობის თუ დეპუტატობის ძალა უნდა იმას რომ არ გახდე ფულიანის კანდიდატი
ბევრი უყურებს ახლა და შემომთავაზეს მე ძალიან ბევრმა რაღაც ისინი და მითხრეს რომ აი იმასაც გავაკეთებთ ქუთაისში. მე არავის ის არ ვიქნები ამ იმაში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან კარგად ვიცი ვის რა შეუძლია გააკეთოს სადმე და ძალიან კარგად ვიცი მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ ჩემი გამოცდილება ყველაფერი და ასაკი მაძლევს იმის საშუალებას რომ 15-20 ჯერ მეტი გავაკეთო ვიდრე სხვა გააკეთებს, მაგრამ მე წესიერებას არ დავთმობ არაფერს ფასად. კანონია საქართველოში მიღებული ისეთი. თუ პარტიასთან არ დაკავშირდი, ვერ გადიხარ ვერსად. და პარტიებია საქართველოში ისეთი, რომელთან ურთიერთობას უღირსობის ტოლფასია და მეტი არაფერი. ძიმე რამე თქვი, კი ბატონო, ნუ გაიზიარეთ, ოღონ დაფიქრდით. დაფიქრდით რაიონებში, ქალაქებში, გაიხეთ გამოიხედეთ, რა შვებიან ეს ფულიანები. ყველაფერი შეხულში უჭირავთ. მშენებლობა, ტენდერებია. ყველაფერი სადაც კი ოდნავ ფული ტრიალებს. ყველაფერი ამათ ხელშია. მათი შვილები და ახლობლები არიან საკრებულოებში და სხვაგან. წესიერება დაიკარგა, როგორც მთავარი ქართული განზომილება. ვიდრე არ დაბრუნდება წესიერება, როგორც მთავარი ქართული განზომილება, ამ ქვეყანაში პროგრესი არ იქნება. და ყველაზე დიდ საქმეს ამ ქვეყანას გაუკეთებს ის, ვინ წესიერებას დააბრუნებს, როგორც ყველაზე მთავარ ქართულ განზომილებას. მე არ ვამბობ რომ წესიერებას როგორც რაღაც ქართულ განზომილებას. ვიქტორ კუპრაძე თავის სოფელში კუპრაძეს რომ თავი დავანებოთ აი ძალიან ბევრი აკადემიის პრეზიდენტები და ისინი იყვნენ რომლებმაც ესე იგი ყველა აკადემიის პრეზიდენტებმა ჩვენმა მეცნიერებმა სასაული მაგალითები გვაჩვენეს ჩვენ. ევგენი ხარაძე სოფელში რომ მიდიოდა მძღოლმა გაუჩერა მანქანა და უთხრა რომ წვიმს ტალახში დაისვებიო და ჩემი სოფლის ტალახი სუფთა ტალახიაო. დიახ, ტალახიც არსებობს სუფთა, მაგრამ დღეს ქვეყანაში სისუფთავის ელემენტი არ გააჩნია არც პარტიებს და პოლიტიკოსებში იმძლავრამ ამ უბედურებმა ფულმა ჩავაწყე საქმე ხელისუფლებასთან და გავდივარ არჩევნებში და ვინც გინდათ მომეცით სიაში. რა არის იგი? არ არის ეს მონური ფსიქოლოგია. მიჭირს საუბარი, ძნელია, რთულია. მე თავისუფლება მაშინ კი არ მდგომარეობს რომ თავი არ შეიკავო. ეს არ არის თავისუფლება როგორც გონია ჩვენთან. თავისუფლება ეს არის რომ აკონტროლოს შენი მოქმედება. ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის პარლეში, თქვა ფოლკნერმა. მაჩვენეთ ერთი პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისუფალი ადამიანი, დაწყებული პარტიების ლიდერებიდან ივანიშვილი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. ფულის მონები არიან ესენი. და ფულის მონებმა ჩვენ ვაქციებთ საკუთარ მონებად. მაჩვენეთ ერთი პარტია, რომლის ლიდერი არ არის ფულში დასული, გასული და ფულში ჩაბიჟირული ადამიანი არ არის. მაჩვენეთ ერთი. სად არის წესიერება? რატომ დუმვართ ამაზე? ინტელიგენციის წარმომადგენლები, მეცნიერები და სხვები, რატომ დუმართ? ეს ქვეყანა ხისია? ივანიშვილს ვაჩუქეთ ეს ქვეყანა? ხაზარაძეს ვაჩუქეთ ეს ქვეყანა? ჭყონიას ვაჩუქეთ ეს ქვეყანა? ჩხარტიშვილს ვაჩუქეთ ეს ქვეყანა? და უამრავი ჩამოთვლა შეიძლება კიდე. გაიარეთ ქუჩაში და კითხეთ, მშენებლობები ისია, გეტყვიან იმ დეპუტატის, იმ დეპუტატის, ერთ დეპუტატი ვაკესთან ავადარი დღეს არ მინდა უსაუბრო, რაები უქნია. ძიმია, როდესაც ადამიანი საქართველოში ბიზნესშიც კი რომ დიდრდები და კანონიერად რომ დიდრდები, ცოტა სინდისიც უნდა იყო. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ხელისუფლებაში რომ დიდრდები და თან რო ეუფროსები და ხმამაღლა რომ ლაპარაკობ.
ეს პოლიტიკური დაპირისპირება არის ფულზე დაყრდნობილი. ფული მოდის გარედან. რა 4 ესა რომ ლაპარაკობს ოპოზიცია. ჯერ სისულელია ეს რომ 4-ში მშვიდობიანად სისულელე. კიდევ ერთხელ აი აკეთებთ იმას რომ ხალხში აი ესე იგი კიდევ უფრო გამწავდება ეს არაფრის იმედი აღარ ექნება ამ არჩევნების შემდგომ ხალხს. აი როგორა შესაძლებელი მართლაც რაღაც განსაკუთრებული რამ არის მოსაფიქრებელი რომ ხალხი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. ეს მეორე კიდე ვინც არის ხელისუფლებაში ვინც არიან ეშინიათ და მარჯვნივ მარცხნივ იჭერენ ყველას. ყალბი გმირების ქვეყანაა საქართველო დღეს. დაჭერილ და 99 ყალბი გმირი შექმენი თქვენ ამ ხალხისგან ყალბი გმირები. ვის ჭირდება ეს? რა შეჭირდება? ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მძიმე რამე გაუკეთა, იმიტომ რომ ტირაჟირება მოხდა ყალბი გმირების. ამდენი ყალბი გმირი საქართველოს არ ყოლია და ღმერთთან უკრას ორყავდეს ოდესმე. ნაცვლად იმისა რომ დაგვემთავრებია ისეთი პოლიტიკა ყოფილიყო რომ ქუჩა დაგვემთავრებია, ქუჩის პოლიტიკოსი დამთავრებულიყო, ქუჩის პოლიტიკა დამთავრებულიყო ქვეყანაში. რომ ქვეყანაში იყოს ინტელექტუალური, ესე იგი რადიკალიზაცია კი, მაგრამ მხოლოდ ინტელექტუალური რადიკალიზაცია. ნაცვლად ამისა არის ქუჩის რადიკალიზაცია. რომელი ქვეყანაში მოიტანა ქუჩის რადიკალიზაციამ სიკეთე. ქუჩის რადიკალიზაციას ეწევა დღეს ხელისუფლება და ეწევა ოპოზიცია ორთავე. იმიტომ ძალიან ადვილია ჩაახშო ისაც ქუჩაშია, იმიტომ რომ ძალა გაქვს, ფული გაქვს და დაქირავებული ჯარები ყავს. გარდა იმისა, რაც არის, რაც საქართველოში წესრიგზე ფული იხარჯება, ამის მესამედით ორჯერ უკეთეს წესრიგი იქნება. და სიყვარულით იცხოვრებს ხალხი. ამით სიძულვილია მე ვხედავ, აი აგერ ქალაქის ცენტრში ვარ და ვხედავ რამდენი პოლიციელია, მე ამდენი პოლიციელი საქართველოში თუ იყო არ ვიცოდი. რუსთაველის პროსპექტის ირგვლივ მიდამოებში იმდენი პოლიციელი დგას, რომ იფიქრებ, რომ ეს პოლიციური ქვეყანა, აბა რა არის ქვეყანა? ესაა ქართველობა, რომ საქართველო პოლიციური ქვეყანა იყოს? იჭერთ ვიღაცას და ხო დაიჭირეს ვიღაცა. მაჩვენეთ ერთი კაცი, რომელიც სწორად დანიშნეს. ერთი. ვინ არის ეს კაცი? პირველი პრეზიდენტი იყო? მეორე პრეზიდენტი იყო? მესამე პრეზიდენტია? კაცმა რომელმას თქვა, რომ რა კარგი ის ტრადიციები დაგვიტოვეს წინაპრებმა, რომ ესე იგი ფერისვალებაო. ნუ რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა ამის შემდგომ? მესამე პრეზიდენტი თუნდაც თუ ვინც არის, ახლა დღეს ვინც ივანიშვილმა დანიშნა, თორე ეს იმაზე არ ვლაპარაკობ, რიითობას პრეზიდენტობის. თუ ის პრეზიდენტია, რომელიც დიდგორობას თურქეთში იყო, ხედართ მთავარი სარდალი, ქვეყნის ჯარების სარდალი, დიდგორობას, ნაცვლად იმისა დიდგორზე ყოფილიყო, თურქეთში იყო. გადაბრუნდა დავით აღმაშენებელი საფლავში. ეს მე შევარჩიე ეს ხალხი. ვინ გითხრა თქვენ მეცნიერთა კონგრესმა, ვინ აჯობებს თქო? კი ბატონო, უკეთესი მოგეძებნათ. არ მინდა ეს კაცი იტყვის ისეთი რას გადამეკიდა ამაზეო, მე ლადო ჭანტურიაზე ვამბობდი. მითხარით ერთი მარგველაშვილის წინ ვამბობდით, მეორე იმის და მესამე. მე გეტყვით 1000 კაცს, რომელიც ერთს, მეორეს და მესამეს აჯობებდა, მან და მაინც ის არჩიეს, რომელიც და მე იძახიან, რომ თურმე ასეთი ყოფილაო. მითხარით პრემიერ-მინისტრი რომ იტყვის იმას, ბატონებო, რომ აგენტები შევიყვანეთ სპეციალურად სიაშიო. აგენტებიო, ყველაფერი წარმომედგინა, ყველაფერი ამ ქვეყანაში. და აგენტია ზოგჯერ იძულებული ვიყავი და აგენტი აგვერჩია, დაგვენიშნა პრემიერ-მინისტრატო, ხალხო. რა გვაკადრეს, ხედავთ თქვენ? ის კი არა რომ აგენტი დაინიშნა. კაი, რო არ ცოდნოდათ კი თურმე იცოდნენ და დაგვინიშნეს აგენტი.
და ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თუ ეს კაცი არ დაინიშნა, დაიღუპება ქვეყანა. როგორ ვენდოთ? აგებს უფრო უნდა ენდო, ვიდრე ასეთ ხელისუფალს, ხომ? აი ამას რომ იტყვი. ასე რომ გაგეკეთებია კიდევაც, ისე რა პოლიტიკური აზროვნებაა ქვეყანაში, რომ აგენტებს ვირჩევდით. შევყავდა სიებშიო და აგენტი პრემიერ-მინისტრი დავნიშნეთ, აგენტი იძულებული ვიყავით. არ არის ეს შეურაცხყოფა ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანაში. არ არის ეს შეურაცხყოფა, ვინ შეურაცხყოფილად არტვეთ ხთავს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. სააკაშვილი სრული გაუგებრობა იყო როგორც პრეზიდენტი. შევარდნაძე ისის დაღუპა, ქვეყანას დაღუპა. აი იმ გუნდის წამოწევით, რომელიც იყო და აბსოლუტურად აღარ მინდა ამ თემებში შევიდე, მაგრამ კარგი ის რო არ მოგწონს, ის კარგია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი როგორ უნდა მოგწონდეს და მისი თავრობები, ეს გამარკვიეთ და მეტი არ მინდა არაფერი. რასაც ეს უკეთებს დღეს ქვეყანას. მე მაგალითები გითხარით, არა? თქვა და აი კონკრეტულად მაგალითები, რომ რაიონებში დღეს ფულიანების პარპაშია, ისინი ატარებენ არჩევნებს, ისინი აირჩევენ ხალხს, ისინი შეიყვანებენ სიებში იმას და იქნება ძარცვა გლეჯვა ამ არჩევნების შემდგომ ეს გაზეგი ნახეთ რა იქნება, თუ რაიმე დარჩა გაუყიდავი, თუ რაიმე დარჩა წასართმევი და ასე შემდგომ ყველაფერს ბოლოს მოუღებენ. ისეთ საგრებულებს ირჩევენ. შეხედეთ სურათებს და მიხვდებით სურათებით. ეს არის აი ვიღაცამ ხუნდამენტი ერთი არგუმენტი აქვს, ხო მშვიდობა. რა მშვიდობაა წაგიკითხეთ აგერ. გულგრილობა, ხალხის აბუჩა დაგდება. ამას დიდი მოაზროვნე კაცი ამბობს, ეს დიდი სიმიმდან მოდის, რომ ესე იგი იმაზე უარესი არისო, სიგდილზე უარესი არისო. სისხლი შრება ქვეყანაში. რა სისხლის ზღვა არ არის? ნებისმიერი ქვეყნის სიძლიერი არის თავისუფალი ადამიანი. და თავისუფალია ის ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავის პასუხისმგებლობა. ისევ დიდი ამერიკელი მწერლის მიხედვით ვამბობ, რომ ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. რა მშვიდობა, რის მშვიდობა? საბჭოთა კავშირში რომ მშვიდობა იყო, კორეაში რომ მშვიდობაა დღეს, ჩინეთში რომ მშვიდობაა, უკეთეს სად არის, მაგრამ სად არის თავისუფალი ადამიანი? რომელ თავისუფალ ადამიანზე ლაპარაკი ერთმანეთზე, ისინი ორ კაცს რო ელაპარაკებთ, ცალ-ცალკე რო ელაპარაკებთ, ადამიანებს საშინელებებს გეტყვიან. ორი კაცი რო დადგება ერთად, რადიკალურად სხვა რამეს ლაპარაკობს. ეს არის საქართველო. გინდათ ასეთ საქართველო. რას ერჩით თქვენ შვილებს და თქვენს მომავალს, რას ერჩით ქვეყნის მომავალს, რას ერჩით? უამრავ ადამიანს როგორც გითხარით, ანუ ვცდილობ რომ ეს გვარები და ისინი არ იყოს, მაგრამ აი აგერ მე გითხარით რომ როგორ იგნორირებულია დღეს ბატონ თემურ ჩილაჩავა ერთ-ერთი გამორჩეული მათემატიკოსია, ძალიან დიდი ციტირების ის აქვს კოეფიციენტი და ციტირება არის ძალიან დიდი, ერთ-ერთი მაღალი აქვს საქართველოში და მეცნიერისთვის ეს არის უდიდესი რამ. ისეთი კონკრეტული მაგალითი მითხრა, უზბეკეთში ადრე კერიმევი იყო პრეზიდენტი. მოსკოვ მეცნიერება. მოვიდა ვინმე მირზოევი, ეხლა ვინც არის. მოიკითხა სად არიან ისინიო მეცნიერები. უთხრეს რომ აი ამ შიმშილი რო გადაერჩინა თავის ზოგი იქეთ ზოგი. მოძებნეთ მოიყვანეთ ყველანიო და ესე იგი ვისაც აი მოქმედი და სერიოზული რაღაც ისინი გააჩნდათ, პირდაპირ გამოაცხადა 2000 ევრო. ხელფასი დაუნიშნეთ პირდაპირ და იმის ზემოთ. 2000 ევრო დღეს რომან გარიშობენ, ესე იგი უზბეკეთში 2000 ევრო ნიშნავს საქართველოში 10-12000 ლარს. ხელფასად დაუნიშნეს მეცნიერებს. შეცვალეს სიტუაცია. ეს იყო დავით აღმაშენებლის გზა. ისინი მიდიან, ჩვენ უარს ვამბობთ. ისინი მიდიან დავით აღმაშენებლის გზით, ჩვენ უარს ვამბობთ. რუმინეთში მათემატიკოსი მოვიდა, მეცნიერი,
ძალიან ძლიერი მათემატიკოსი და სასწაულებას აკეთებს მეცნიერებისთვის. ჩინეთში მიყვება თემურ ჩილაჩავა, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენციაზე შემხვდა ერთი რუსი ლექტორი ვლადიკავკაზიდან, ისა ვლადივოსტოკიდან და მითხრაო, რომ მე 2000 ლარიო თუ 2000 დოლარი მაქვს ხელფასიო იქო, მაგრამ მიმიწვიეს ჩინეთშიო და თვეში 20,000 დოლარი მქონდა ხელფასიო. აი რატოა ჩინეთი წინ? დაიყველა ვინც აკეთებს ამ ხელისუფლებას. მე რატო მიდით დღეს მეუბნება იმას, რომ აი გუშინ ახალი წელი იყო ეკლესიური და კაცხის სვეტის ზეიმია ხოლმე ჭიათურაში და ნუ ეგ მათ წარმომადგენლებს რაღაც მათთან ერთად მომიწია ისინი და მეუბნებოდნენ ესე იგი სასწაულებას ყვებოდნენ რა, რომ მოდიოდი იქიდან აი მიყვებოდნენ ტელეგრამებს, რომელიც დაკავშირებულია, მეუბნებოდნენ, კაც ვეუბნები, უნივერსიტეტის პროფესორი ვარო, სრული. ძალიან იმას, რამდენი გაქვს ხელფასი? და მეუბნება 1300 ლარი. დღეს ბატონმა თემურ ჩილაჩავმა მითხრა 60 ლარი მეცნიერები, 600 ლარი, 700 ლარი, 800 ლარი, მეცნიერებათა აკადემიაში 600 ლარი. ესე იგი მეცნიერების განადგურების ასეთი პოლიტიკა ქვეყანაში, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა და რაც ოცნებას აქვს, მე მსგავსი მსოფლიო მასშტაბით არ ვიცი. მსგავსი მსოფლიო მასშტაბით არ ვიცი. და იმდენად ყავთ შეშინებული ესენი, რომ ხმას ვერ იღებს ძალიან ბევრი, იმიტომ რომ 1000 ლარს ჩუქნიან, აი მეცნიერი, რომელსაც უნდა გქონდეს 10-15,000 ლარი როგორც მინიმუმი დღეს 1000 ლარს აძლევენ და ამის გამო გაჩუმებულია. ქვეყანა გვექცევა თავს. მათხოვრად ვაქციეთ ყველამ ქვეყანაში. მათხოვრად. რასაც არ უნდა მიადგენ, როგორც არ უნდა მიადგენ. ყველგან ნახეთ ერთი სოციალური დახმარება. რა არის? საარჩევნო ხმისთვის ქთამის მიცემა მეტი არაფერი. 90% აძლევს ხმას. ხელისუფლებას. ჩამორთმეული აქვს მოწმობები და არ მივა გაატარებენ მაინც. ვიში ამ ქვეყანაში 800-900,000 კაცი შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველი? 800-900,000 კაცი სულ 2 მილიონი ნახევარი ვართ ქვეყანაში. მოსწავლე ხო ყავს ამ ქვეყანაში ხომ? ჯერ კიდევ. ხომ ყავს ჯერ კიდევ სტუდენტი? ხო ყავს პენსიონერი, რომელიც ვერ მუშაობს? და ვინ არის ეს ხალხი? აი 800,000. 1 მილიონი პენსიონერია. 800,000 კიდე. რომელი ეკონომიკაზეა ლაპარაკი? აი რომელი ლოგიკით, ნუ აი რა, იმიტომ რომ თქვა არ გაზრდებენ საშუალებას და ვინ მოგცემს საშუალებას რომ ისაუბრო პირდაპირ ეთერში და გამოხვიდე და ამას ვერ ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ თვითონ უარესი ჰქონდა. და ანალოგიური იყო მისი დამოკიდებულება მეცნიერებისადმი. თამას გამყრელიძე მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი მივიდა დილით 10 საათზე პრეზიდენტის იმაში რომ გავიდა გარკვეული პერიოდი არ ეძახიან, არ კითხულობენ არაფერი, იფიქრა რომ ალბათ მე უნდა მივიდე და უთხრა რომ ნუ თქვა რაღაც ჩვენ საკითხებზე ვესაუბრებო და მივიდა 10 საათზე. პრეზიდენტი მოვიდა 12 თუ პირველ საათზე. 6 საათი რომ მოვიდა, კითხა პირავდი იმას რომ აქო ვარო ხო უთხარითო და კიო უთხარიო და მაინც რომ შეახსენე თუ შევიდა და იმან პასუხი გაცა სააკაშვილმა რომ მე ხო არ მომიწვევია თუ უნდა დაიცადოს თუ უნდა წავიდეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ნებისმიერ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი არის გაცილებით უფრო დიდი ფიგურა, ვიდრე პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. და გამასხრებულია ყველაფერი.
გამასხრებული. რექტორებად ირჩევენ მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს, უშიშროების და სხვა ძალისხმით, იქაც გაყუჩებული ყავთ ხალხი, იმიტომ იციან, რომ იმათ ისეთი უფლებები აქვთ მიცემული, რომ მოხსნიან, გაუშვებენ, ამიტომ არ უნდა იმ 1500 ლარის დაკარგვა. დღეს რომ აიღო და იფიქრო, აი რომ შეადარო, ვინ იყვნენ აკადემიაში, ვინ იყვნენ რექტორები და რომ და ბერტმა სადაც კარგებია, ბევრია საინტერესოა, კარგია მივესალმები ამას, მაგრამ ეს მასიურად იყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ყოველთვის უდიდესი ფიგურა იყო. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი უდიდესი ფიგურა იყო. სასოფლოს რექტორი უდიდესი ფიგურა იყო. ქუთაისში, ბათუმში, გოგში ყველგან უდიდესი ფიგურა იყო. მთელ საქართველოში იცნობდნენ მათ როგორც დიდ მეცნიერებს. შეიძლება არ იცნობდნენ ვინ არის პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ვინ არიან ეს უნივერსიტეტების რექტორები და ესენი ყველა მიცოდა. და დღემდე იხსენებს ხალხი კეცხოველი როგორი იყო რექტორი და როგორი იყო ვინ და ასე შემდგომ. დააჩოქეს ყველაფერი ესენი. შეგნებულად. მეცნიერებათა აკადემიას წაართვეს ყველაფერი და კლუბად აქციეს, რა, ესეთი შეხვედრების კლუბად. კანონით. არ აწყობთ ძლიერი მეცნიერება. რაზე იდგა ქვეყანა ოდითგან? ეკლესია, დედა უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო სისტემა, მეცნიერებათა აკადემია, მწერალთა კავშირი, შემოქმედებითი კავშირები. ესენი რეალურად განწყობას აყალიბებდნენ საქართველოში. განწყობას. სტუდენტობა, ეკლესია, მეცნიერება, მეცნიერებათა აკადემია და მწერალთა კავშირი. დღეს ბევრს ახსოვს 25-30 წლის ადამიანებსაც, 40 წლის ადამიანებსაც ახსოვთ, რომ აბა რა სიტყოდნენ მწერალთა კავშირში, ზანზარებდა მთელი საქართველო. ზანზარებდა, გვარების მიხედვით ხელნაწერები გამოდიოდა მე მაგალითად ჯაფარიძე მათ მწერლების წამეკითხავს, რა სიტყოდა აკაკი ბაქრაძე, მუხრან მაჭავარიანს აპოზიცია ექნებოდა. მეცნიერებში ნიკო ჯავჯავაძე რა სიტყოდა, ლალე ჯავახიშვილი რა სიტყოდა. ის საყდენები, რომელიც იყო დაშალეს, არ და დარჩნენ პოლიტიკოსები. და პოლიტიკაშიც ვინ იყვნენ და ვინ არიან დღეს? სადაა პოლიტიკოსი? საქართველოში ერთი ხელის 5 თითია საკმარისი რომ პოლიტიკოსების რაოდენობა, კლასიკური გაგებით პოლიტიკოსების რაოდენობა რო ჩამოთვალო. პარლამენტში პრაქტიკულად არ არის პოლიტიკოსი. კლასიკური გაგებით თუ მიუდგებით. ეს არის ურთულესი მდგომარეობა. მე ამ მეცნიერებას და ამაზე ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ დღეს პირველი დღეს 15 სექტემბერია სწავლა დაიწყო ჩვენთან. უნდა ვისურვოთ, რომ განათლების სისტემა იქნება ძლიერი ამ ქვეყანაში. დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში. განათლების საერთაშორისო ცენტრში ჟენევაში რომ ჩავედი 97-98 წელი იყო. მითხეს აქ რა გინდათო? ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ თქვენთან საქართველოში, დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მთელი მსოფლიოს განათლების სისტემა ეყრდნობოდეს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას და დიმიტრი უზნაძის სარეფორმო პროგრამებსო. დიმიტრი უზნაძემ დაწერა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რეფორმა. მინისტრი კი არ იყო, ჩვენთან მინისტრები წერენ. სისულელე. ინსტიტუტები უნდა წერდნენ. სწორედ დიმიტრი უზნაძე იყო პირველი განათლების რეფორმის ავტორი, რომელიც მიიღო პირველმა დამოუკიდებლად 18-21 წლების საქართველოს ხელისუფლებამ. სასაულია ის, რომ წაიკითხათ, რომ ნახავთ სასაულია, მე ეჭვმეპარება, რომ ბევრი ვინმეს ვინც თუნდაც განათლების სისტემის და ამ მიმართულების ადამიანებს აქვს წაკითხული ეს. მე ეჭვმეპარება, რომ ეკონომიკური მიმართულებით ვინც მუშაობს,
იცოდეს ყველაზე დიდი ევროპელის და ასე იგი გიგანტი მოაზროვნე ადამიანის ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მოძრაობა და ეკონომიკური თეორიები. ეჭვმეპარება რომ ნამყოფია სამტრედიაში და პრაქტიკულად რას აკეთებდა ეს კაცი ჯერ კიდევ როდის ევროპის იმპერატორები და პირველი პირები უსმენდნენ ნიკო ნიკოლაძეს. მე ეჭვმეპარება რომ ვინმე ის ფილოსოფიური ტრადიციები მოძღვრება რომელიც დაკავშირებულია დავით აღმაშენებელმა სასწაული გააკეთა რელიგია გაამეცნიერულა მეცნიერება გაარელიგიურა და იოანე პეტრიცი და როგორი ხალხი მოიწვია გარედან და აკადემია შექმნა მithქვამს და 1000 გზის გავიმეორებ რომ როდესაც მეფე იწვევდა თავისთან იოანე პეტრიცს უგებდნენ მას წითელ ხალიჩას და კარებში და ფეხზე დგომით ხდებოდა მეფე. მხოლოდ ერთადერთ კაცს გელათის აკადემიის ხელმძღვანელს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელს. ესაა საქართველო. ესაა ქართული ტრადიცია. დღეს რა მეცნიერების, ისი მეცნიერების გითხარით აგერ რომ ჩვენთან რამდენჯერმე ნაკლებად ფინანსდება მეცნიერება ვიდრე აზერბაიჯანში, ვიდრე სომხეთში და ვიდრე სხვა ქვეყნებში. საქართველოში რომელიც საბჭოთა კავშირის დროს რუსეთის, უკრაინის შემდგომ ესე იგი იყო ეს სამეული იყო რა. რუსეთი, უკრაინა, საქართველო. და საქართველო არ უდებდა ტოლს არც უკრაინას და არც რუსეთს. დღეს სად ვართ კაცმა არ იცის. მეცნიერები გვყავს, მაგრამ ძლიერი სადმი დამოკიდებულება ყველგან. არის ცუდი, ძიმე და ძნელი. ოღონდ ძლიერ ადამიანს ნუ გააგონებთ ამათ და ძლიერი ვერ იქნება მონური ფსიქოლოგიით. ამ ხელისუფლებას მხოლოდ უყვართ ისინი, ვინც ფეხქვე შეგებიან. რის უფლებასაც ვაძლევთ ჩვენ ხელისუფლებას ხანდახან მათზე კი არ მომდის გული მე რის უფლებასაც ვაძლევთ ჩვენ ხელისუფლებას ისინი იმას აკეთებენ ჩვენ ვაძლევთ იმის უფლებას რომ ასე გექცეოდნენ ასე აბუჩად ვიგდებდნენ ასეთი გულგრილობა იყო ჩვენს მიმართ ასე მასხრობით იყოს და ასე გატყუებდნენ ასე სიყალბეში ვაცხოვრებდნენ ასეთი კორუფცია იყოს ქვეყანაში ასე ყველა ინსტიტუტს დაკარგული კონდეს ფუნქცია და მხოლოდ ხელისუფლება და პოლიტიკოსები და მხოლოდ ციხე დაჭერა მიდიოდეს ქვეყანაში მეტი არაფერი. ამაღლობელი დაიჭირეს ხელი გაარტყა პოლიციელს ქალმა ჯერ მამაკაცმა არც უნდა თქვენს ხელი გამარტყა ქალმაო თუ კაცი ხარ გადავდოთ ეს გვერდზე რა მოხდა გუშინ წინ ვინ იყო მართალი ვინ არა გადავდოთ გვერდზე იქ რო ცემატყება იყო იქ რო ცემეს მისულები მაგრამ ხალხში როგორი განწყობა საცემები იყვნენ საცემი იყო ის პოლიციაც რომელიც ექცეოდა ისი ამაღლობელს იქ მაგრამ იქ იმ პოლიციელის მხარეს ხართ აქ ამის მხარეს ხართ სად არის აქ სამართლიანობა დაიკარგა ჩვენში მე მიმაჩნია რომ ის ვინც ქუჩაშია დღეს გამოსული ბიძინახი ივანიშვილის საქმეს აკეთებს და ოცნების საქმეს აკეთებს და ეს არ შეიძლება რასაც ისინი აკეთებენ ის რომ თავიდან რომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში როდესაც მართლაც გურწფელმა განწყობამ გამოიყვანა ქუჩაში ისინი ის ძალიან ძლიერი ადამიანები იყვნენ მაგრამ უკვე ხო ხედავთ ისინი აღარ არიან რატომ მაგრამ ის საპროტესტო მუხტი დარჩა რატო აღარ არიან ისინი აი ამათ აღარ უჭერენ ხარს აი ესეთ რამეს ვინ მიიყვანა აქამდე ეს საქმე ხელისუფლება გაამასხრა ოპოზიცია პაატა ბურჭულაძე გახდა მთავარი ოპოზიციონერი ქვეყანაში რომელიც ფულის გულისთვის ყველაფერს გააკეთებს და აბსურდულ თეორიებს ლაპარაკობენ აქ ამის წინ თქვი და ვიმეორებ მე ხوار შემიძლია სიმღერა რატომ გონია პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსია
არ მასე რო არ იყოს დაბარაკი, რატომ გონია კალაძესო პოლიტიკოსია? მე ხო ფეხბურთს ვერ ვთამაშობ. ყველაზე ადვილი გახდა საქართველოში პოლიტიკოსის რანგში ყოფნა. იმიტომ რომ აქ იშოვება ფული და აქ არის ბატონობა სხვაზე, აქ არის უფროსობა და აქ არის მის მანტია გაქვს შემოსხმული, რომ დიდი კაცი ხარ. თუ პოლიტიკოსი არ ხარ, შოთა რუსთაველი რომ იყო არაფერი აღარ ხარ. პოლიტიკოსი ხარ, არაფერი აღარ არის საჭირო. აი აქამდე მივედი ჩვენ. ამიტომა საშიში 4 რიცხვი. მოდის ფული გარედან, ფული ტრიალებს აქაც. 2 ფული ეჯახება ერთმანეთს. ორივე შავია და ბნელია. და ქვეყანა ეწირება არა უფულობას, არამედ ფულს. მაგრამ ეს ფულია პოლიტიკაში. არ არის კულტურაში, არ არის განათლებაში, არ არის ეკონომიკაში, არ არის არსად. სადაც საქმე უნდა კეთდებოდეს. მეცნიერთა კონგრესში პროგრამებია და მეცნიერთა კონგრესში განწყობებია და მე მინდა ყოველთვის მადლიერებით ვიყო ამ ადამიანების მიმართ. აი მეცნიერთა კონგრესის წევრების მიმართ ხშირად ვამბობ აი ეგ ბიბლია და აი ეს ჩვენი ინტეგრალური რესურსები წიგნი ერთად მიდევს დიდი ხანია უკვე საქართველოს ინტეგრალური რესურსები. აი ესაა საქართველო. ეს ასამდე წიგნი რომელიც ძალიან ძვირი დაჯდა დავარიგეთ ხელისუფლებაში. მივეცით ძალიან ბევრი ვინმე სახელისუფლებო წეებში და ამ შემდგომ 0 ყურადღება არ აინტერესებთ. თავარი არის გამოვიდნენ ხელისუფლებამ გალანძღოს ოპოზიცია, გამოვიდეს ოპოზიცია გალანძღოს ხელისუფლება. ამ ქვეყანაში თავარი გახდა ერთმანეთის განძღვა, გინება, დაბეზღება, ჩაშვება. მე წუხელ მთელი ღამე ვერ დავიძინე, დღეს ბევრი ვინმეს ვეუბნები, რომ შაბათს აღამოს უბრალოდ რომ მოვისმინე ახალგაზრდები, რომლებიც აგერ გამოდიოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, დღეს სახელისუფლებო სიებში არიან. და ზიან პორშე მანქანებზე და მე ამას ვსაუბრობდი ადრე რომ მეცნიერთა კონგრესში ბევრი რომ მოვიდა, რომ პარტიები რომლებიც თავიდან 22 ვიყავით, მერე გავინახევრეს, მერე ბოლოს 5 დავრჭით იმ 5-დანაც და ბოლოს 2-დან აღარავინ უკვე რეალურად აი ასე ხშირად ფულით მიყავთ და მიყავთ. აი წარმოგიდგენია თქვენ რა მოხდა ამ ქვეყანაში, რომ ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც გუში რიმდნენ და გამოდიოდნენ რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ დღეს უკვე დგანან კალაძის გუნდში არიან, სიებში არიან და აი როცა ასეთი ხალხი გიყვართ. თქვენ ხელისუფლება ხართ. თქვენ ჩანერგილები ყავდათ იქეთ. ჩანერგილები ყავთ პოლიტპარტიულ სიაში. აი როცა ჩამშვებები გიყვართ, თქვენ ხელისუფლება ხართ. როცა ენის მიმტანები მიყართ, თქვენ ხელისუფლება ხართ. ხელისუფლება რომელიც ასეთ ადამიანებს ესე იგი გზას უხსნის და ტაშს უკრავს, ის ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის. ის არის ფულის ხელისუფლება და ის არის ხალხზე ბატონობის ხელისუფლება. ის არ არის ხალხის მსახური ხელისუფლება. ხალხზე ბატონობის ხელისუფლებაა ეს. ჩვენ ვითმენთ. ვცდილობ ჩვენ 21 რიცხვში გამოვიტანოთ კონცეფცია. მე არ ვიცოდი თურმე ფასიანი გახდა საჯარო ბიბლიოთეკა, ანუ საპარლამენტო ბიბლიოთეკაშიც ფასიანია უკვე რამეს 900 ლარი უნდა რომ აიღო ერთი დღით. თუ რაღაც გარკვეული დროით რომ აიღო 900 ლარი. ნუ რა გითხრათ ახლა? ყველაფერი, ანუ პრაქტიკულად აი თუ ფული არ გაქვს ზე განცირული ხარ და ფულს ვერ შეულობ კანონიერი გზით თუ შუბლი არ გაისკელე და მონა არ გახდი. აი სისტემა ქვეყანაში. ამ სისტემას ვემონოთ თუ ეს სისტემა უნდა შევცვალოთ. ეს სისტემა უნდა შევცვალოთ. დღეს
ბატონი ვახში ჟვანია მისურის საჯარო ბიბლიოთეკაში იმას რას ვერჩით ეს საპარლამენტო პარლამენტის ბიბლიოთეკაა ეთყობა გადაწყვეტილება მთლიანად ასეთი ჩვენ გვეგონა რომ ფული არ დაგჭირდებოდა რომ 100-მდე კაცი მოვიდეს დაესროს ნახოს ჩვენება იყოს იმიტომ რომ ჭირდება ამის ისა და თორე გარეთ მინდორს ჩავატარებდით მაგრამ ნუ ესე იგი აქ არ შეიძლება ამის ჩატარება საჭირო არის ესე იგი ჩვენება ძალიან ბევრი რამის ამიტომ იზოლებული გავხდით რომ დაგვეწერა განცხადება და ხა უნდა დავიწყოთ საბინი და მოიპოვოთ ეს ფული რომ გადავიხადოთ ხო ადგილი არ არის სადაც უფულოთ რა იმის საქართველოს ხო ჯარიმებითაა უკვე ყველგან სადაც არ უნდა ნახო ჯარიმები დღეს ერთი ქალბატონი მეუბნებოდა რომ მე მეგონა წესიერად დავდივარ რაღაც და აგერ მანქანის ჩადება დაჭირდა ესე იგი ლომბარდში ერთ-ერთ განათლებული ძალიან საინტერესო კარგ ქალბატონს მანქანის ჩადება დაჭირდა და ნუ რა კაპიკებში ხოდებენ და მე კიდე რამხელა პლუს იხდიან ამ იმაში მაგრამ ნუ ესე იგი აღმოჩნდა რომ ჯარიმები ქონია და კიდე ჯარიმებზე ჯარიმები და ის ფული გადაახტევინეს იმის ნახევარი რაც იყო ჯარიმებში წავიდა და აშენდა აი ესე იგი გასაოცარია პირდაპირ გასაოცარია ამ ქვეყანაში თუ რაიმე კეთდება ხალხისთვის მე არ ვიცი პროდუქტი რომელიც იყიდება ბაზარში შეიძლება ამის ნახევარ ფაში იყიდებოდეს და 20-30%-ით გადახდილი კონდეთ მეწარმისათვის ვისგანაც მოაქვს ვაშლი, მსხალი, ატამი, ლიმონი და ასე შემდეგ. იმას აძლევენ კაპიკებს და ძვირიგის იქ მეწარმეს კლავენ აქეთ საქართველოს მოსახლეობას თბილისის მოსახლეობას აღმოჩნდა რომ ჩვენი ყველა ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა ვართ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა და 80% გარედანაა შემოტანილი პროდუქტების. რუსული ხორბალი ღირს. ასე იგი, წახვალ და იყიდი 70-80 თეთრათო დღეს ერთ-ერთმა პიროვნებამ 70-80 სა როგორი შეიძლება, ნუ საიდან ეს, ნუ ეს თქობა ყველაფერი არის სასუქით, საწამლავია ეს. საწამლავი. მაგრამ წითელი დოლი რომელიც ქართულია ჩვენია და საერთაშორისო იმაზე ერთ-ერთი პირველი ადგილი მიიღო ის არის შეება 2-3 ლარიღებს ის 70-80 რომელ სიყიდის ახლა როგორ ფიქრობთ თქვენ პურისტხობელი ქართულ წითელ დოლს რომელიც ხარისხით გაცილებით უკეთესია თუ რუსულ ხორბალს რომელიც გაჟღენთილია იქედანაც მოდის როგორც თესლი როგორც მოდის მოწამლული აქ კიდე პესტიციდები, ჰერბიციდები, 1000 ქიმიური ისინი პრაქტიკულად საწამლავია და ყიდულობს იმ იაფიანს სად მიდის ეს მე პური, ბავშვები ყველასე აი ასე წამლავთ ამ ქვეყანას არავით არის კონტროლი იმაზე რას ვჭამთ, რას ვსვამთ არ არსებობს ამ ქვეყანაში და იმდენად არის ყველაფერი გაძვირებული რომ ადამიანს უკვე აღარ აინტერესებს ხარისხი ოღონდ იაფიანი იყიდოს და იაფიანი არის საწამლავი. ვნახოთ მეცნიერთა კონგრესმა ყველა ვისაც ღირსება აქვს უნდა იამაყოს იმით რა პროგრამებით შექმნეს მეცნიერთა კონგრესში და ის კონცეფციაც რომელიც 21-ში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ მივიღეთ წინააღმდება ძალიან ბევრმა რო გვირჩია რომ შეკრება რომელიც გვინდოდა ჯერ ყველაფერი წაგვიშალეს და აღვადგენთ ნელ-ნელა მაგრამ მაინც არ გავაკეთებდით ამას 4 რიცხვამდე იმიტომ რომ არჩევნების შემდგომ ალბათ იქნება სწორი რომ შევკრიბოთ ის ხალხი ვინც დასახელებულია მეუბნებია რომ ძალიან ბევრი დააშინეს უთხრეს არ მიხვიდე თორე შენი შვილი იქ არის შენ ამას გიზამ შენ იმას გიზამ ნახოთ ვისა გამბედაობა აქვს და როგორი ის მე ამ დღეებში ხშირად ვიმეორებ და ვკითხულობ ყოველთვის ესე იგი ბატონი გურამ ქართულიშვილის გულით სისხლით ნაწერია სულით ნაწერია და უბრალოდ ფიქრობ მიხარია რომ ეს კაცი არის დასახელებული ერთი ამ იმაში და მასთან ძალიან დიდი ხანია ვემზადები რომ მივიდე ვესაუბრებ რომ მისი
ამ საქმეებზე და ამ იმაში თუნდაც ამისი ძალიან ძნელია. აი 21 სექტემბერს რომ მოისმენს ამას ნახავს, არ ვიცი, აქეთ ალბათ არ ჩამოვარ დაესწრება, მაგრამ აი რომ ნახავს მე შევეცდებით რომ რომელიმე ტელევიზია მეჭვებარე, მაგრამ ქართული ტივი მაინც გადაცემს. და აი რომ ნახავს იმას, მე ძალიან მინდა რომ აი ასეთი ავტორიტეტები, რომლებიც არიან ქვეყანაში, რომლებიც კიდევ შემორჩნენ და თავი გადადებული აქვთ, ამ ადამიანებმა ისევ რაღაც დიდი ტვირთი აიღონ. სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ ვთქვით და ვიმეორებთ 2 შაბათს, 3 შაბათს, 4 შაბათს, 5 შაბათს, პარასკევს 4-დან 6 საათამდე. არის გადაცემები ტელევიზია ქართულ ტივიზე, ჩვენ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მეცნიერთა კონგრესს და ეს გადაცემები პირდაპირ ეთერში მიდის, პირდაპირ ეთერში არის მხოლოდ მეცნიერთა კონგრესის ეს საათები, იმიტომ რომ ჩვენ არ მინდა რომ ვინმე რაღაც პირდაპირ ეთერში უნდა იყოს ხოლმე მეცნიერთა კონგრესის ყველა გადაცემა. ხვალ 3 საათია ვთქვათ ის რაც დაკავშირებულია ესე იგი ჩემი საავტორო გადაცემა იქნება. დღეს ძალიან სერიოზული ელად იყო და ჩვენ ამ კვირაში თუ არა შეიძლება მომდევნო შაბათს კიდევ გავიმეოროთ აი ის შეხვედრა საკვები როგორც საწამალი. ეს დიდი მოძრაობაა რომელიც დაიწყო. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ საქმეში ჩართულია. ამ გადაცემაში ბატონი თენგი ჯალიაშვილი მონაწილეობს, ბატონი ზურაბ ქუმსიაშვილი, ბატონი გიორგი წივწივაძე არ იყო, მაგრამ მისი ძალიან დიდი მონაწილეობა მასში, ძალიან დიდი გუნდია უკვე მეცნიერთა შექმნილი. ესე იგი ბატონი გია გახოკიძე, ბატონი ამირან აფციაური, ესე იგი მეცნიერთა ძალიან დიდი შემადგენლობაა. ბატონი ნინა ჟვანია უერთდება ამ განწყობას, მეცნიერების დოქტორი, მედიკოსი. ბატონი მარიამ კიკაძე როგორც ორგანიზატორი და ძალიან საინტერესო ამავე დროს და რაღაც აი მართლაც მან რაც გააკეთა ეს დასაფასებელია, ვინ როგორადაც არ უნდა შეაფასოს ის შედეგები, რომელიც მან მიიღო ამ ხურბალთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია რომ ეს თავგანწირული შრომის შედეგია, რომელიც მან შეძლო და დიდი მადლობა რომ შესაბამისი ინსტიტუტები და ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ყველაფერ ამას. ეს არის ძალიან ძლიერი მეცნიერთა გუნდი. ბატონი რომან რურუა იყო მონაწილე ამისი. მადლობა ბატონ რომანს რომ მან მოძებნა 25 გექტარი ესე იგი აი სუფთაზე სუფთა მიწა, სადაც ხორბალი დაითესება რომ თესლი ვამრავლოთ ქვეყანაში. რომ ქალბატონმა მედია აბაშიძემ 50 გექტრის ფარგლებში მოძებნა ასევე სუფთა ისა სადაც ასევე ხორბალი და ესე იგი დაითესება. ჩვენ ვეძებთ კიდე თუ ვინმე გვიკანახებს რომ 100 გექტარი არის კიდე საჭირო რომ ის თესლი რომელიც მოპოვებულია მთლიანად წავიდეს იმაში ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია ეგ არის და ვნახოთ ახლა ის საბჭო რომელიც არის გადაწყვეტილებას მიიღებს რო შევიწყიდოთ ეს თესლი მაინც თესლად უნდა წავიდეს რომ დაითესოთ ვამრავლოთ ჯანსაღი თესლი და გავაჯანსაღოთ მიწა და ეს არის ქართული ერთ-ერთი ყველა მე ვთვლი რომ ამაზე დიდი ქართული საქმე გადავარჩინოთ ქართული მიწა ეს არის გადარჩენა ქართული წყლის ეს არის გადარჩენა ქართული ხავის ეს არის გადარჩენა თუნდაც ტემპერატურის ჩვენის ეს არის ბრძოლა ჯანსაღი კვებისათვის ეს ნიშნავს იმას რომ ბრძოლა ადამიანების ჯანმრთელობისათვის ყველაფერი ერთადაა შეკრული აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი ასეთ საკითხებზე მუშაობთ მაშინ ჩვენ მაშინ როდესაც გარეთ მიდის დიდი ბრძოლა სკამისათვის ჩვენ ვთვლით რომ სკამისათვის ბრძოლა არის დღეს ანტიქართული ქართულია მხოლოდ საქართველოსათვის ბრძოლა მეცნიერთა კონგრესი დგას იმ ადამიანებთან რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ ადამიანები რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის ისინი დადგებიან მეცნიერთა კონგრესის იმ პროგრამებთან რომლებსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს ჩვენ ბატონი ზურაბ ქუმსიაშვილის ექსპერიმენტის მომსვლელი გავხდებით სექტემბრის ბოლოს ეს ერთ-ერთი ყველაზე იქნება ფუნქციური საკვები პროდუქტების ძალიან დიდი პროგრამა და ის რომ
რამდენიმე ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს კიბოს პრობლემებზე და ბატონმა თენგი ჯალიაშვილმა მათ მიწერა და მოიწონა მათი მუშაობა და ზოგიერთი რამ შეთავაზა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ისინი ძალიან დაინტერესდნენ იმით, რაც ჩვენთან არის ამ გუნდშია. ძალიან დიდია კიდე ეს გუნდი, ბატონი რამაზ გახოკიძე იყო, ბატონი თამაზ დადარეიშვილი, ბატონი შოთა ჩხეიძე, ბატონი პაატაგო უაშვილი უამრავი ადამიანია, რომელიც ამ საკითხებზე არის და არაერთი და ორი, ვინც იბრძვის ამ ჯანსაღი პროდუქტებისთვის და ქართული მიწის ჯანსაღისთვის, უფრო დიდი ეროვნული საქმე, ვიდრე რომ არ გავყიდოთ ქართული მიწა, რომ არ დავთმოთ ქართული მიწა, რომ არ დავანაგვიანოთ ქართული მიწა, რომ ხუმუსი არ გავიტანოთ ქვეყნის გარეთ, რომ მივხედოთ მიწას და გადავარჩინოთ ქართული მიწა, ამაზე დიდი ეროვნული საქმე არ არსებობს. ქართული მიწის შენარჩუნება ხარისხით და რაოდენობრივად ეს ნიშნავს საქართველოს შენარჩუნებას, ქართველობის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს ყველაფერი იმას, რაც დაკავშირებულია იმასთან, რასაც ბიბლიური ქვია. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ. მე მაძლიერებს და ამ ძალას უსაუბრობ მასდევს მეცნიერთა კონგრესი. ვამბობ ხშირად და დღეს ერთ-ერთ საინტერესო პიროვნებას, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს ვეუბნებოდი. ეს ის კაცია, რომელმაც ყველაფერი გაიარა იცის და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. და მე ფიქრობ იმას, რომ აი გურიაში ალბათ ძალიან ბევრია საინტერესო და კარგი პიროვნება. ბატონი ზურაბი ჩემთვის არის ერთი კარგი ეტალონურად თავისი მხარის, სოფლის, ქუჩის, თავისი დამოკიდებულებით და ჩვენ ერთმანეთს უთხარით ერთ საოცარი რამ. მანაც და მეც ვთქვით ერთი რამ. არ ვიცი რა ჯობს, რომ არ ვიცოდეთ ის რაც ხდება და არ უნერვიულობდეთ, თორემ ვიცით და ვერ ვცვლით, მაგრამ თუ გავერთიანდებით, შევცვლით ყველაფერს. ჩემი ბედნიერებას და უბედურებას ერთი და იგივეშია. ბედნიერება ის, რომ ვიცი რა მდგომარეობაშია, უბედურებაც ამაშია, მაგრამ ბედნიერებას აძლიერებს ის, რომ ვიცი, რომ ამის შეცვლა შეიძლება და 6 თვეში შეიძლება საქართველოს მოსახლეობა გახდეს მოტივირებული და საქართველოს დაივიწყოს ის, ვინც მისტირის მიხეილ სააკაშვილის დაივიწყოს მიხეილ სააკაშვილი და ვინც მისტირის ბიძინა ავანიშვილის დაივიწყოს ბიძინა ავანიშვილი. აი ამას ქვია დიდი ქართული პროგრამა. ესაა საქართველო. მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ, იმედიანად ვიყოთ.